სალამი ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1992 წლის 14 აპრილს. ჩვენი ეს ჩანაწერი ახლა 1 იანვარს გაკეთება, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. წელს თავისთავად არაფრის მოტანა არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ ეს არის ათვლა გარკვეულწილად და ჩვენც რა თქმა უნდა ვთხოვთ ღმერთს, რომ ახალი შემართებით, ახალი სიყვარულით, ახალი წმენით ავშენდეთ მის სიტყვაში და უფრო მეტი გაგვაგებინოს და უფრო მეტი გვასწავლოს. 300 კითხვაზე მეტი ჩავწერეთ გასულ წელს, რომელიც დავიწყეთ ალბათ, რა ვიცი, რამდენი თვე არის. შეიძლება 3 თვე არის. ქადაგების ჩაწერა მგონი წინა წელს დავიწყე, მაკარტურის თარგმნა და კითხვების ალბათ 3 თვე თუ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მოასწარეთ 300 კითხვის გადათარგმნა და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ ამას, იმედია წლის ბოლოსაც. თუ ესეთი ტემპებით წავით, უბრალოდ ახლა მქონდა საშუალება, შეუულებაში ვიყავი და უფრო მეტი მოვახერხეთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. ისე ყოველდღე მინდა ხოლმე 3 მაინც გადავთარგმნო. და თუ ხედავ რომ უკვე ცოტათი ისეთი გონებაც ვეღარ მიყვება ისე რომ არა მარტო თარგმნა საჭირო, მე ჩაწერაც, ხო? ამიტომ ჩერდები ხოლმე სიმართლე გითხრათ და 5-6 კითხვა გააჩნია მოცულობასაც. ზოგი კითხვა დიდია ხოლმე და რა თქმა უნდა მეტ ენერგიას მოითხოვს. მოდით მოვსვინოთ ძალიან საინტერესო კითხვა არის და მეც ვიფიქრე ამაზე, ალბათ თქვენც გიფიქრიათ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი სვავს აუდიტორიიდან, ბიბლიის კითხვა თუ ლოცვა. და მას შემდეგ რაც ამაზე უპასუხებთ ჯონ, შეგიძლიათ მოგცეთ თქვენი ლოცვის ცხოვრების მაგალითი, როგორ ართმევთ თქვენ თავს. ჯონ მაკარტური პასუხობს. ამ კითხვაზე პასუხი, რომ არც ერთი არის ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი. შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი არ არის ერთმანეთზე უფრო მნიშვნელოვანი. ეს იგივეა, რომ ვინმესთან საუბრისას რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ რომ ისაუბროთ თუ იმან რო ისაუბროს. ასე რომ ჩვენ ვიცით, ლოცვა არის უფალთან თქვენი საუბარი, ხოლო მისი სიტყვის კითხვა კი არის მისი საუბარი თქვენთან. თუ აპირებთ თქვენ რაიმე სახის ჩანაცვლებას ან მონაცვლეობას, თქვენ უნდა გქონდეთ ორივე ერთად, თანაბრად. არ არსებობს, რომ თქვენ დააყენოთ ერთი მეორეზე უფრო მაღლა. ძირითადად ლოცვა, ეს მე თუ მკითხავ, ცხოვრების წესად უნდა გაიხადოთ. ცხოვრების წესია. მე მაგალითად ლოცვას ცხოვრების წესად აღვიქვავ. მე ვიყენებდი ლოცვის ილუსტრაციას, როცა ვადარებდი მას სუნთქვას. დილით თქვენ არ დგებით და არ იტყვით. ახლა პირველი საათია, ან დილის 7 საათია და მე ვაპირებ, რომ ჩავისუნთქო ჰაერი. და იმ შესასვლელად დღის ბოლომდე, ან ამაღამ როცა დაძენილობა წავალ, მე ისევ ჩავისუნთქავ. რამე თქვენ სუნთქავთ გამუდმებით, აბსოლუტურად ყოველთვის გჭირდებათ ჰაერი. ასე რომ ლოცვა არის ცხოვრების წესი. ის იღებს ღვთაებრივ ყოფნის წესს. ეს არის ღვთაებრივ ატმოსფეროში ყოფნა. ეს არის ის, რაც ნათქვამია 1 თესალონიკელთა მეხუთე თავში. ილოცეთ გამუდმებით. შეუწყვეტლივ, განუწყვეტლივ. ანუ ეს არის ცხოვრების წესი. ყველაფერში უნდა ილოცოთ, ამბობს ეფესელები. ასე რომ ძირითადად ლოცვა არის დამოკიდებულება, რომელიც აცნობიერებს ღმერთის არსებობას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე. ასე რომ არსებობს მასთან ურთიერთობის ეს უწყვეტი მიმდინარეობა. და ხანდახან ვაღიარებ, უფალთან ზიარების ყველაზე ნაყოფერი დროა, როცა ბიბლიას არ ვკითხულობ. არც სიტყვები მაქვს სათქმელი. უბრალოდ მატულობს ჩემი გულის რაღაცა წყურვილი, რომლის გამოხატვაც ხშირად მიჭირს ხოლმე. ასე რომ ლოცვა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა გასცდეთ იმ ფაქტს და მე არ უარყოფ, რომ ლოცვაში თქვენ დრო გჭირდებათ, გამოყოთ დრო, მაგრამ თქვენ უნდა გასცდეთ იმ ფაქტს, რომ ლოცვა არის გარკვეული სახის რუთინა. არა, ეს არის ცხოვრების წესი. მე მომწონს ამის საქმე, როცა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მოცემულ პერიპეტიებში, ან ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციებში მორწმუნეს პირველი რეაქცია აქვს ღმერთთან ამის მიტანა. აი პირველი რაღაცაში რო ჩავარდებით, რაღაცა დაგემართებათ, პირველი ვინ გახსენდებათ? პირველი გახსენდებათ ღმერთი, რომ მიხვიდეთ მასთან და მასთან მიიტანოთ ეს. მან უკვე იცის,
მაგრამ თქვენ უნდა გადაუშალოთ გული მას და მას თხოვოთ დახმარება. არის ზიარების მყისიერი გრძნობა, დაუყოვნებელი. ჩემს ცხოვრებაში ვერ გეტყვით, მე არ შემიძლია ზღვის გავლება ლოცვასა და ღმერთის სიტყვის მოსმენა შორის. რადგან სიტყვა იმდენად არის ჩემს გონებაში უკვე გაჟღენთელი, გაჯერებული, რომ როცა ვხედავ რაიმე მოვლენას, მაშინვე იწყება ამისი გახვევა ბიბლიურ ბადეში, ბიბლიური პრიზმით ამის დანახვა და სადღაც უკვე ჩემი აზრები პირდაპირ ღმერთთან მიედინება. ეს უბრალოდ ერთგვარი არის, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად კრიტიკული. მე ვფიქრობ, რომ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი რამ, რაც მე მინახავს სული ეს დასში, მაშინ მოხდა, რომ როდესაც თქვენ მიდიხართ იმ ადგილას, სადაც ლოცვა არის ყველაზე მყისიერი პასუხი ნებისმიერ რამეზე. ღვთის სიტყვა, ღმერთის შეძახელი, თქვენ იცით, უნდა მიცეთ თქვენი გული ღმერთს, რაც არ უნდა მოხდეს და უნდა ეძიოთ მისი ნება. მაგრამ ასევე უნდა იყოს დრო, როდესაც თქვენ ჩაერთვებით მნიშვნელოვან ლოცვაში, სადაც განზე გადადებთ ყველაფერს და ლოცულობთ კონკრეტული რაღაცა საკითხისათვის. მე ვხვდები, რომ ჩემ პირად ცხოვრებაში, ჩემთვის საუკეთესო დრო ეს არის ღამე. დილით მიჭირს ხოლმე ამის გაკეთება, რადგან 4 შვილი მყავს და დილას მათთან ვატარებ. ჩვენ ერთად ვკითხულობთ უფლის სიტყვას და მივყვებით თავიდან დავიწყეთ ბიბლია. ჩვენ ახლა გამოსვლაზე ვართ ექსოდუსზე და აღთმის კარვის ყველა ესე თქო მოწყობილობას განვიხილავთ. და ჩემი უმცროსი გოგონა მელინდა მეკითხება ხოლმე. მამა, რატო ვკითხულობთ ამას? რაზეა ეს ყველაფერი? ასე რომ ჩვენ შვენივრად ვატარებ დროს. ამიტომ მე უხსნე მათ ზოგიერთ საკითხს, ზოგიერთს კი ისევ ტოვებ. იმიტომ რომ მათი გონება ჯერ ვერ დაიტევს ამ საკითხებს და უბრალოდ ჩვენ ამას არ ვიხილავთ. მაგრამ მე გადავდივართ იგავებზე და ვიგავებში არის 31 თავი გახსოვთ ხომ? ასე რომ ყოველ დღე, რომელი დღეც არ უნდა იყოს შესაბამისი, ჩვენ ვკითხულობთ და ამ იგავებში უბრალოდ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები არ არიან სულელები და ისინი თითქოს არაფერს ვერ გაიგებენ, არა. მათ ბევრი რამე ესმით და ისინი უნდა უფრო დაბრძენდნენ ამაში, რომ უსმინო მშობლებს და იყვნენ დამჯერები. და ეს მართლაც შესანიშნავი დრო არის, როცა ჩვენ ერთმანეთთან ვხარჯავთ. ასე რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. შემდეგ კი ღამით ყოველთვის მე ლოცვაში ვატარებ დროს. და ეს ნამდვილად საუკეთესო დრო არის ჩემთვის განმარტოებისთვის ღმერთთან და კონცენტრირებისთვის. ახლა ჩვეულებრივ ერთი დღის განმავლობაში სწავლის დროს მჭირდება ხოლმე გარკვეული დრო რაღაცნაირად ამ სწავლის სიმძიმისაგან თავის დასაღწევად. და მარჯვენა მხარეს მაქვს რამდენიმე ლოცვის ხოვნა, რომლებიც მე ჩავწერე და უბრალოდ ამასაც გავაჟღერებ ხოლმე. გულისხმობ, ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, რის გამოც მე შემიძლია უპასუხო ამ კითხვას, თქვენ კითხვას და აუდიტორიიდან კითხვის დამსველი აგზელებს. და ჯონ, როდესაც ადამიანები გთხოვენ ლოცვას, თქვენ რეალურად ყველა ლოცვის მოთხოვნას ითვალისწინებთ და მიგაქვთ ღმერთთან? და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, ძალიან რთულია ამის გაკეთება. რატომ? მე ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად შეიძლება თვეში მხოლოდ 20,000 წერილი მივიღოთ. და ადამიანები მთხოვენ, რომ ვილოცო ყოველთვის მათთვის ან რაღაცისთვის. მე კი ეს არ შემიძლია, ეს წარმოუდგენელია, ხო? მე მინდა იცოდეთ თქვენ. მე ჯონ მაკარტოს არანაირად არ ამაქვს თქვენზე მეტი ძალა ლოცვაში, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩემი და არა თქვენი. მაგალითად, დღეს დამერეკა ქალბატონმა უიტონში, ილინოისის შტატიდან. მან დღეს დამერეკა და თქვა, გთხოვთ რომ ილოცოთ ჩემი ქრისთვის, მას სიმსევნე აქვს. მან დარეკა და უნდა დარწმუნებულიყო, რომ მე დამელაპარაკებოდა. სხვასთან არ უნდა ამის თხოვნა. ჩემს გარდა არავისთან არ ისურვა საუბარი. მას სურდა, რომ მაინც და მაინც მე მელოცა მისი მეუღლისათვის, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა. მე ძალიან ვაფასებ მის სურვილს, მაგრამ ვერ ვაიძულებ ღმერთს ისეთი რამის გაკეთებას, რისი გაკეთებაც თქვენ არ შეგიძლიათ რომ მას აიძულოთ. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ჩემი გამოცდილება. უამრავი ადამიანი დაიღუპა, ვისთვისაც მე ვლოცულობდი.
მე ასევე მჯერა, რომ არსებობს რწმენის ნიჭი, რომელიც ვფიქრობ გამოხატავს თავის ძალიან უნიკალურ ძალას ლოცვებში. და ბევრ ადამიანს აქვს ეს, რომ იცოდეთ. ესეც ნიჭია. გთხოვთ, იმედია გამიგებთ, რასაც გულისხმობ. დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.